საქართველოს 445 სკოლაში სასწავლო პროგრამების პარალელურად კინოჩვენებები ეწყობა. პროექტი კინოსკოლაში უკვე 3 წელია ხორციელდება. წელს კი პროექტი გაფართოვდა, რასახით ამაზე უკვე ჩვენი სტუმრები, ეროვნული კინოცენტრის რეგიონალური პროექტების დეპარტამენტის უფროსი კოტე ჩლაიძე, მენეჯერი თეა გაბიძაშვილი და რეჟისორი კოტე აბდუშელიშვილი საუბრობენ დიალოგში. ფილმშტებისა მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ბატონო კოტე, 3 წელია ხორციელდება პროექტი, რომელიც არის საკმაოდ წარმატებული. რას გულისხმობს ეს პროექტი? ეს გულისხმობს ერთ შესწორებას გავაკეთებ, რომ 445 სკოლა 3 წელიწადში მოვიცავით. წელს 6000-ზე მეტი კინოჩვენებით. კი, და ძალიან ბევრი ადამიანი ბავშვი დაესწრო, თქვათ, ამ ჩვენებებს. ეს ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს რეგიონებში, თბილისში სამწუხაროდ ვახორციელებთ და პრიორიტეტად მაინც რეგიონები ავიღეთ, იმიტომ რომ თბილისში აქტივიზებთ საშუალება რომ ხო, მაგ ლოგიკით ვიხელმძღვანელეთ ჩვენ რეგიონების სკოლებში, რადგანაც იქ არ არის არც დარბაზები, აღარ მოკლედ კინოჩვენებები ძალიან რეგიონებში ფაქტიურად არ ტარდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ სკოლაში მიგვეტანა კინო და გადავამზადეთ და ტრეინინგი გავატარეთ 60 ძალიან საინტერესო ადამიანს ჩვენი აზრით, ჯერ შერჩევა გავაკეთეთ და ეს ადამიანები მიდიან ამ სკოლებში, აჩვენებენ ფილმებს და მე მიდის უკვე ეს არ არის მხოლოდ ჩვენება, მომას მოყვება დისკუსია, განხილვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ზუსტად ეს იყო, რომ ამის შემდეგ მოყვეს რაღაცნაირად დისკუსია, განხილვები, იმიტომ რომ ფილმებიც ისეთია შერჩეული, რომელიც იძლევა ამის საშუალებას და რა ვიცი, მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კუთხით, თქვათ, კინოცენტრის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვდით მაყურებელს, რომელსაც ეძლევა შანსი რაღაცნაირად კინოს სხვა თვალით შეხედოს და ზოგადად იმ ბავშვებისთვის და იმ რეგიონებისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, რომ ბავშვები ერთვებიან ეს პროცესში და ჭეშმარიტ ხელოვნებასაც ეზიარებენ. ის რომ პროექტი კარგია, არა მარტო გამოცდილებამ ჩვენ მააჩვენა და ამ 3 წლიანმა, არამედ საერთაშორისო დონეზეც დააფასეს ეს თეა, რა სახით? შემოქმედებითი ევროპარი ესეთი კონკურსი, რომელშიც ჩვენ შევიტანეთ განაცხადი. უნდა ითქვას, რომ შემოქმედებითმა ევროპამ ჩათვალა სკოლაში კინოგრანტების შეტანა პრიორიტეტულად და ყოველწლიურად აფინანსებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს. წელს ჩვენ ვიპოვეთ პარტნიორები, ესენი არიან ინგლისური ორგანიზაცია და ასევე ლატვიის და ლიტვის კინოცენტრი. ჩვენ ერთად შევიტანეთ განაცხადი და ამ მიმართულებას ქვია აუდიტორიის განვითარება. და 52 პროექტს შორის შეირჩა ჩვენი პროექტი და დაფინანსდა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა მაქსიმალური შეფასება იყო 74 ქულა იყო საკმარისი, მაგრამ ჩვენი პროექტი საკმაოდ 85% შეფასდა და როგორც თვითონ მოგწერეს, ეს იმის ხარჯი, რომ ჩვენ მქონდა გამოცდილება. და ისინი ამბობენ, რომ ძირითადად ჩვენ გვიწევს ახალი ქვეყნებისთვის შეთავაზება, რომ მოდით მიაქციეთ ყურადღება, რომ სკოლებში შევიდეს კინოგანათლება და თქვენ შემთხვევაში მოხდა პირიქით, რომ თქვენ გაქვთ უკვე გამოცდილება. და აი ამ გამოცდილებას ჩვენთვისაც საინტერესოა და გვინდა რომ ჩვენც გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ამ შემთხვევაში მათი პოზიცია ასეთი იყო. და რაში დაგვეხმარება ეს დაფინანსება? რა დაიგეგმა ამის პროცესზე? თუ ჩვენ აქამდე ვაკეთებდით, თქვათ, ჩვენ გქონდა ჩვენი შემუშავებული ჩვენი ხედვა, ეხლა ჩვენ ვიზიარებთ რა ხდება ამ მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით და მათი მოდელის დანერგვა მოხდება. პირველად ჩვენ გვექნება ვებგვერდი, სადაც იქნება ფილმების ელექტრონული კატალოგი და აქ ფილმები იქნება დალაგებული ასაკისთან მიხედვით, თქვათ, რომელი ასაკის ბავშვისთვის რა ტიპის ფილმია ჩვენებისთვის კარგი. შემდეგ თითოეულ ფილმზე იქნება სასწავლო მასალა. ანუ როგორ შეიძლება ამ ფილმის შემდეგ გამართო დისკუსია. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ყველა ფილმზე გვექნება საავტორო უფლებები, რაც ძალიან პრობლემაა ჩვენთვის. ბევრი ფილმს ვერ ვაჩვენებ, იმიტომ რომ არ გვაქვს საავტორო უფლებები ამ ფილმზე. არ ფილმებზე და კიდე ეს ჩვენი ქართული ფილმებიც ამის შემდეგ აი ამ ქსელში როცა ჩაეშვება, ასევე ეს უთხოველ ბავშვებსაც ექნება სკოლაში იმის საშუალება. ბავშვური ფილმებიც, ქართული ფილმების ყველაფერი. ახლა ჩვენი ფილმებიც მოხდება იმათ კატალოგში. და როდის იქნება მზად ეს ვებგვერდი? საერთოდ პროექტი იწყება 1 ოქტომბრიდან. მანამდე რა დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ამ პროცესს რომ ქართული ფილმების მოხდეს ამ ვებგვერდზე? ალბათ სადღაც უკვე დეკემბერში უკვე ეს ვებგვერდი დაიდება, იქნება მზად და უკვე ამით სარგებლობა ჩვენ შევძლებთ და უცხოელებს. კოტე, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც ჩაქვს რეგიონებში ეს ფილმები აჩვენებს ბავშვებს და შესაბამისად აწყობს მე ამ განხილვებს. კონკრეტულად რომელ რეგიონებში აჩვენებს თქვენ? კონკრეტულად
მე გეტყვით რომ მეხოლესთან ერთად წავედი საჩხერე ჭიათურის რეგიონში. რეალურად გადახვედით საცხოვრებლად? რეალურად გადავედი საცხოვრებლად, ანუ ის პერიოდი, რა პერიოდსაც მოიცავდა თქვა ეს პროექტი, იქ დავყავი, თქვა სოფელში ცხოვრობდით და კონტაქტი შესაბამისად სოფლიდან ესე გქონდა გავდიოდი საჩხერე ჭიათურის სხვადასხვა მაღალმთიან სოფლებში. ეს არის კლასიკური ფილმები, რეალურად ალბათ არის თავიდან იქნებოდა სირთულე რომ დაიჭირო მაყურებელი და აინტერესო. როგორ წავიდა და ამ განვითარების პროცესს რომ აკვირდებით გააქვთ შედეგი? მინდა გითხრათ რომ სირთულეები იყო იქიდან გამომდინარე რომ ხალხი ინდურ და თურქულ სერიალებზე მასიურად არის ბრწყალებში შემჯდარი, თავიდან კომუნიკაცია ვთქვათ სირთულეები იყო. მაგრამ ზუსტად აქ ის ხიბლი რომ ვთქვათ უნდა დამეინტერესებინა ბავშვები და ეს ინტერესი შედგა და საკმაოდ თან ძალიან დიდი განსხვავება ვთქვათ არის საჩხერის კონკრეტული სკოლა, სადაც ინტერნეტთან წვდომა არის უშუალოდ ცენტრში და არის სოფლები, სადაც ეს ინფორმაციულობა არ არის და ვთქვათ ნაკლები არის ინტერნეტთან კომუნიკაცია. და ამ ბავშვები იკვებებიან ეს ბლოკბასტერებით და ჰორორ ფილმებით და ამ დროს 60-იანი წლების ფილმს რაღაც კლასიკას სიტყვაზე ტრიუფოს 408-ს რო აჩვენებ, ცოტა უჭირთ, მაგრამ საერთო ჯამში ეს პრობლემა, თუ პრობლემა შეიძლება ჩავთვალოთ ეს გადაილახა და მოთხოვნა დაინტერესება იყო არის და ჩართულობაც საკმაოდ მე პოსტერებს ვაკეთებინებდით, თქვათ, ვახატინებდით და გვირგვინი იყო ის რომ საზაფხულო კინოსკოლაში ფილმი გადავაღებინეთ ბავშვებს. კაცის საჯარო სკოლას რომელმა ფილმაც ოქროს პეპელაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში. მხოლოდ ბავშვების მხრიდან, უფროსების მხრიდან არ არის ინტერესი რომ თქვა და ეს რომ ჩაერთონ ამ პროცესში. იქიდან გამომდინარე რომ რეგიონი არის და სხვა სოციალური პრობლემები არის, თქვა სკოლის შემდგომ საოჯახო თუ სასოფლო არც ალიათ. კოტე, რომელია ეს რეგიონები, სადაც აჩვენებთ და რის მიხედვით შეირჩა და ალბათ განსაკუთრებული ყურადღება თქვენი მხრიდან იქნება საზღვრისპირა რეგიონებში. ხო, რეგიონი ყველა არის, ჩვენ ვეცადეთ რომ ყველგან შესულიყავით, ვეცადეთ კი არა ამოცანაც ქონდა. პირველ წელს გენით ესე რომ თბილისს, ქუთაისს და ბათუმს, რადგანაც ეს ადამიანები, ვინც გავუშვით, ხო, უმრავლესობა მაინც ცხოვრობენ ქალაქებში, იმიტომ რომ ჩვენ ვარჩევით ადამიანებს, რომლებიც პროფესიასთან მაინც რაღაც შეხება უნდა გქონდეთ, ხელოვნებასთან მაინც. და შემდგომ უკვე გავაფართოვეთ მაინც ეს ქსელი და აი ზოგი კოტეს შემთხვევა როგორც არის ხო მაგალითად გადავიდნენ საცხოვრებლად ეს მარტო კოტე და მისი მეუღლე არ არიან კიდე რამდენიმე შემთხვევა ეგეთი რომ ადამიანები ზოგს ვისაც სახლი აქვს იმ რეგიონში ისე წავიდა ზოგი ქირაობს სახლებს და ასე შემდეგ თავისი მათთვისაც მე ვფიქრობ საინტერესო პროცესია რაღაცნაირი ახალი გამოცდილება არის და შერჩევა მოხდა თვითონ ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვარჩევთ სკოლებს, ისინი გვიგზავნიან, ანუ პირველად თუ ჩვენ თვითონ მივაწოდეთ ინფორმაცია და რაღაცა და ვცდილობდით რომ აი ჩაერთეთ ამ პროექტში, შარშან და წელს უკვე ძალიან ბევრი განაცხადი შემოდის, ძალიან ბევრ სკოლას უნდა და ჩვენ საკმაოდ რთული მისია გვაქვს რომ ვარჩევთ ამ სკოლებს, მოტივაციებს, ამიტომ მოტივაციებს უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდან თუ არ ქონდა, ეხლა ვინც მართლა მოტივირებულია იმას უკვე გვიწევს რა მორჩევა. მადლობა იმისთვის რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები, მადლობა ამ ძალიან კარგი პროექტისთვის და ჩვენი მეც დავიტოვებთ რომ გაგრძელდება და 3 წელზე უფრო მეტ საითვლის ეს ძალიან კარგი პროექტი და გემშვიდობებით საუკეთესო სტუმრები. მადლობა. ჩვენ კი